მოგესალმებით ყველას, ვაგრძელებთ ჩვენს პოდკასტს, რიგით მე-13 ვიდეოს და დღეს სხვადასხვა განვიხილავთ პირველ ფილმს, რომელიც გვირჩიეს კომენტარებიდან, კერძოდ შაკო გაბუნიამ დაგვიწერა, რომ საინტერესო იქნება ფილმის The Lighthouse განხილვის თქვენი ვერსია. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ განგვეხილა ეს ფილმი. რობერტ ეგერსის 2019 წელს გამოსული ფილმი და უნდა ვთქვა ისიც, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მისტიური, მითოლოგიური, მართლაც ძალიან ღრმა, უცნაური და საინტერესო და თან ძალიან არასასიამოვნო ფილმი, რომელშიც მონაწილეობენ ცნობილი მსახიობები ვილემ დეფო და რობერტ პატინსონი. მოგესალმებით, მოკლედ. მართლა პირველი ეპიზოდია, სადაც განვიხილავთ მაყურებლის მიერ, ისე ვთქვათ, შემოთავაზებულ ფილმს და საკმაოდ საინტერესო არის, იმიტომ რომ ასეთი ფილმები არის კარგი განსახილველი, სწორედ, ეხლა არის ბევრი ფილმი, რომელსაც უბრალოდ შინაარსი აქვს, მრავალფეროვანი და დეტალები არ აქვს. თუმცა ეს ფილმი არის ცარიელი დეტალები და ცოტა გაუგებრობაც არის, იმიტომ რომ არ ამგონია, რომ ადამიანმა ამ ფილმს უყუროს და თავისით გააკეთოს ბევრი დასკვნა. თუ არ კითხა ინტერნეტს, ან AI-ს ან ვინმეს მოკლედ რა, იმიტომ რომ ძალიან რთული სტრუქტურა არის ზოგადად ეს ფილმი. თამაშობდი იმას დავამატებ, რომ ესე პირდაპირ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ფილმს აქვს ერთი ჩამოყალიბებული შინაარსი. შინაარსი ფაქტობრივად არ აქვს, იმიტომ რომ მთელი ფილმი ვითარდება რაღაც ალეგორიებით, რაღაც მითების თუ მითოლოგიების ანალოგიებით და სხვა ასეთი, ასე ვთქვათ, კავშირებით თუ შედარებებით. ხო, თვითონ რობერტ ეგერსს კითხეს სხვადასხვის რაზეა ეს ფილმიო და არ დაადასტურა რა, ანუ არ თქვა არაფერი და სწორიც არის ჩემი აზრით, იმიტომ რომ მაყურებელს უნდა დაუტოვოს რეჟისორმა, ასე ვთქვათ, რომ შეაფასოს შინაარსი რა. რაც შეეხება ხა სულ რაღაც 4 მსახიობი თამაშობს ამ ფილმში. ეს რომელიც ჩანს, კი მართალია თავიდან რამდენიმე მუშა თუ ვიღაც ჩანს, ხო, თავიდან, მაგრამ ძირითადად 4 მსახიობი თამაშობს, აქედან 2 არის ცნობილი, ვილემ დეფო და რობერტ პატინსონი, დანარჩენი 2 მსახიობი, ანუ ორ მსახიობს მარტო ამ ფილმში აქვს ნათამაშები, სხვა ფილმში არ უთამაშიათ, შემოწმეს სხვადასხვის. და ეხლა ვისაუბროთ პირველ შთაბეჭდილებას. მოდი ხო, პირველ შთაბეჭდილებას ეს ფილმიო ვნახე. თავიდან დავუწერე Letterboxd-ზე 5-დან 2 ვარსკვლავი. იმიტომ რომ აშკარად ვერ გავიგე თავიდან, მაგრამ მე რომ მოვგუგლე და გავიგე სინამდვილეში რაზე არის ეს ფილმი და რა შინაარს თუ რა სიღრმეს ინახავს, მე დავუწერე 5-დან 4 ვარსკვლავი, გამოვასწორე ეს შეცდომა და ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ მთელი ფილმი არის გადაღებული კვადრატულად, ასე ვთქვათ, 35 მმ-იანი ის ქვია გადაღების სტილი. ანუ მთელ ეკრანზე არ არის, მარტო კვადრატში ჩანს და შავ-თეთრი არის გამოსახულება და მთლიანი ფილმი არის შავ-თეთრი. ხო, რაც შეეხება მე დავუწერე 3 შეფასება 5-დან და მაქსიმუმ 3.5-ზე ავწიო. იმიტომ რომ ეხლა კი ძალიან მაგარი ფილმია, მაგრამ ჩემი სტილი არ არის მაინც, ასე რომ ხომ მაგიწო ცოტა დავაკელი ხულები. ახლა მოდი ავწეროთ რა ხდება ზოგადად ფილმში, ესე იგი ეს არის მე-19 საუკუნის ინგლისი, 1890 წელი, სწორად მახსოვს და ესე ვთქვათ, ერთი კაცი, რომელსაც ქვია ტომას ვეიკი, მუშაობს ვილემ დეფოს პერსონაჟი. ხო, ანუ ორივე პერსონაჟს ქვია ტომასი და მოდი გვარებით მიმართავ, ანუ ვეიკი არის ამ შემთხვევაში ვილემ დეფო და რობერტ პატინსონი არის ტომას ჰოვარდი, ანუ ჰოვარდი. ტომას ჰოვარდზე უფრო ხშირად უნდა ვთქვათ ისიც, რომ ეფრეიმ ვინსლოუთი ვიცნობთ რობერტ პატინსონის პერსონაჟს. მოკლედ, ასახული არის ორი მამაკაცის რუტინა ერთ კუნძულზე. ყოველდღიური რუტინა. ხო, სრულიად მარტო არიან, მოკლედ, შუქურაზე. ესეთი შემთხვევები სულ ხოლმე რომ შუქურის მომვლელები არიან და იქაუროს ხედავ, მოკლედ, იმიტომ რომ შუქურა როგორც მოეხსენებათ, არის იმისთვის, რომ გემები არ დაიკარგონ ზღვაში. საჭირო არის, ხო? დავამატებ იმას, რომ ეს ფილმი არის ჩათვალეთ თან რეალიზმი და თან სიურრეალიზმი, იმიტომ რომ
აი ეს ორი ჟანრი არის შერწყმული და გაერთიანებული და თვითონ გადაღების სტილი არის ძალიან მნიშვნელოვანი დასამახსოვრებელი და შეიძლება ვთქვათ უცნაურიც კი, იმიტომ რომ ყველა თქვენგანს, ვისაც ნანახი აქვს ეს ფილმი, აუცილებლად დარჩებოდა ნახვის მერე ძალიან არასასიამოვნო შეგრძნება თვითონ ყურების დროსაც ძალიან არასასიამოვნო საყურებელი ფილმი არის იქ რაღაც დასვილი ხელები, რაღაც სულ ტალახი, ჭუჭყისი, ბიძურე, მერე სისხლები და მოკლედ და რაც შეეხება კიდევ სტილს თვითონ რობერტ ეგერსის სტილი არის ეს რომ იყენებს ძალიან მოძველებულ დიალექტს, ძველ ინგლისურს იყენებს და ამით არის ასე ვთქვათ. რაც ძალიან კარგია, იმიტომ რომ ანუ აი მე ჯერა მაგალითად რომ ეხა ეს არის მე-19 საუკუნის. ხო, რა თქმა უნდა, მე-19 საუკუნის ინგლისი. თანამედროვე ინგლისი რო ყოფილიყო, მე ცოტა ვერ დავიჯერებდი რა. ანუ კი, ვერ შევეგუებოდი ამ ყველაფერს. ისიც უნდა ვახსენოთ, რომ შუქურაზე ზოგადად თუ სწორ ადგილას წაიკითხავთ რამეებს, მიხვდებით, რომ შუქურაზე არაერთი ლეგენდა არსებობს და ამ ლეგენდების უმეტესობა ამბობს, რომ აი შუქურაზე რაღაცა მისტიური ამბები არ უკვირთ, ყოველთვის ხდებოდა ეს მისტიური ამბები, რაღაც თვად არასასიამოვნო ისინი არის იქ და მოკლედ ეს შუქურის მისტიურობა არ არის მოკლედ ახალი ამბავი, მით უმეტეს ამ ფილმში, რომელშიც ასახული არის მართლაც ყოველდღიური რუტინა ამ ორი კაცის და ეს იზოლაცია, ნელ-ნელა რეალობის დაკარგვა, ადამიანობის დაკარგვაც ძალიან კარგად არის ასახული ამ ფილმში და ერთი სიტყვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორი მამაკაცი იბრძვის იმისთვის, რომ სახგონებაზე დარჩეს და თან ისე უნდა დარჩნენ სახგონებაზე, რომ შეინარჩუნონ საქმე არ გაიფუჭონ და შეინარჩუნონ თავიანთი ავტორიტეტი. იმიტომ რომ ფილმის დასაწყისში დომინანტი კაცი არის, ასე ვთქვათ, უილემ დეფოს პერსონაჟი, თომას ვეიკი, რომელიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტირანი არის, მაგრამ ერთი თეორია არის, რომ უბრალოდ მამობრივი ზრუნვა არის და უბრალოდ ავალებს რაღაცებს, მაგრამ ფაქტიურად ტირანია, ხო? ფილმის დასაწყისში ასე არის. ხოლო დასასრულს უკვე ნახავთ როგორც განვითარდება მოვლენები. ახლა დავახასიათოთ მოკლედ ტომას ჰოვარდი, ანუ ეფრემ ვინსლოუ. ჯერ თქვათ რატომ გაიცნო არასწორ სახელით, აქ ვიტყვი რომ ტომას ჰოვარდმა სინამდვილეში მოკლა ეფრემ ვინსლოუ, რომელიც იყო მისი თანამშრომელი და ეხა მოდი ამას ავხსნი. ამ ყველაფერს მალავს. ხო, ტომას ჰოვარდმა ახსენა რომ ის გამოექცა მამამისს სახლიდან და ეძებს სტაბილურ სამსახურს. რომ მქონდეს რაღაც პატარა შემოსავალი და აიჩინოს შემდგომ სახლი. სადაც იცხოვრებს თავისთავად. ერთი პერიოდი ის მუშაობდა მეწყევეთ, ეუბნება კიდევაც ამას ტომას ვეიკს და მერე უკვე რომ ნახა რომ მოსწყენი იყო ერთ და იგივე ხეებში, ხეების ყურება, სულ ერთ და იგივე რუტინა, იფიქრა რომ მოდი შევისრულო სამსახურს და აირჩია ეს შუქურის მეთვალყურეობა. სადაც იდეაში უნდა ყოფილიყო 2 კვირა, მაგრამ 2 კვირა ვერ დარჩა. ბევრად მეტი დარჩა. და 2 თუ 4 კვირა უნდა ყოფილიყო და რამდენიც არის მოკლედ რა და მოკლედ ფაქტია რომ დიდი ხანი დარჩა ბევრად. რაც შეეხება ტომას ვეიკს, იყო მეზღვაური, თუცად მახსოვს და შემდეგ უკვე დაიწყო მუშაობა ამ შუქურაში, საკმაოდ დიდი ხანია მუშაობს, ეთყობა კიდევაც. ტომას ვეიკი ამ ფილმში თავიდან არის ავტორიტეტი, ეს დომინანტი, ასე ვთქვათ, რომ ასე რომ ვთქვათ, უბრალოდ ძალიან სჯერა ცრურწმენების სინამდვილეში ეს ცრურწმენები არ არის და სინამდვილეში ხდება ესენი ეს ცრურწმენები. სჯერა მათი და კიდევ ზღვის ტრადიციების თუ ლეგენდების ძალიან ერთგული დამცველი არის, იცავს ამ ზღვის ყველანაირ ტრადიციას და პირველი კითხვა რაც გვიჩნდება მათ ურთიერთობაში, ვეიკის და ვინსლოუს ურთიერთობაში. ის არის რომ ეს უბრალოდ მამაშვილური ურთიერთობა არის, აი როგორც უფროსი უმცროსი თუ ორ ადამიანს ძალაუფლების გადანაწილებული ძალაუფლება ხო არ არის, მაგრამ ალბათ უფრო ესაა ხო ძალაუფლების გადანაწილება რა. აქვე მინდა ვახსენო რომ ფილმში ძალიან ბევრი კადრი არის ტომას ჰოვარდის წარმოსახვა, ანუ მართლა არ მომხდარა. უბრალოდ ვერ ვიტყვით ყველაზე რომელი არის ნამდვილი რომელი წარმოსახვა. და ეს არის ზოგადად რობერტ ეგერსის სტილი, რომ ვიტოვებს შეკითხვებს რა.
არა მარტო რობერტ ეგერსის სტილი. ხო, და ანუ ის თქმა უბრალოდ რომ ყველა კადრი, მოგეჩვენებათ რა რეალობა. ძალიან ბევრი აქცენტი არის ტომას ჰოვარდის წარმოსახვა, იმიტომ რომ მოგესწრებათ ის თავიდან თუ არის გაწონასწორებული ადამიანის შედარებით, მერე გიждდება. და კონკრეტულად არ არის ტომას ჰოვარდი იგივეა, რაც ეფრენ უინსლოუ. ხო, და კონკრეტულად არ ჩანს და ფილმში. ესეც კითხვა არის ერთ-ერთი სინამდვილეში რომელი არის გიჟი, ჰოვარდი თუ უეიკი. და ამ კითხვას პასუხი უნდა გავცეთ ჩვენ მაყურებლებმა, იმიტომ რომ თავად რეჟისორი უარს აცხადებს კინო კითხვებზე უპასუხოს. იმიტომ რომ თომას უეიკი, მილემ დეფოს პერსონაჟი, თავიდან არის ძალიან ექსცენტრიული ტიპი, სულ ჩხუბობს, რაღაც დავალებებს იძლევა, მოკლედ ძალიან ესეთი მკაცრი ტიპი არის თავიდან. ხოლო ეს თომას უეიკი არის, როგორ ვთქვათ, მალავს თავის იდენტობას, მაგრამ თქვენ დაინახავთ, რომ ნელ-ნელა ფილმის განმავლობაში ის კარგავს თავის თავს რა, კარგავს თავის თავს, ხო შეიძლება ასე ვთქვათ რა. თვითონ ფილმის სათაურს რაც შეეხება შუკურა, ხო? შუკურის მეთვალყურეები არიან ესენი. ეს უინსლოუ იგივე ჰოვარდი ძალიან მძიმე სამუშაოებზე არის განწესებული ყოველ დღე, ესაა მისი ყოველდღიური რუტინა და მუშაობს შუკურის ქვედა ნაწილში. ზედა ნაწილში, შუკურის ზედა ნაწილში მარტო თომას უეიკი ადის და მეტიც ის უკრძალავს უინსლოუს ზემოთ ამოსვლას. რატომ? რატო არის ეს ზედა ნაწილი აკრძალული? შუკურის სინათლე, ასე ვთქვათ, შეიძლება გავაიგივოთ როგორც აკრძალულ ცოდნასთან რა, ერთ-ერთი თეორიის მიხედვით. ეს არის ერთგვარი აკრძალული ცოდნა. ეს არის ანალოგია. ანალოგია არის ეს, ყველასთვის ნაცნობი პრომეთეს მითის, რომელმაც მოიპარა ღმერთებისგან ცეცხლი და ეს ცეცხლი შეიძლება ასოცირდებოდეს როგორც ისეთი რაღაცა, რაც ადამიანებმა არ უნდა იცოდნენ და ხო, ესაა ღვთაებრივი ცოდნა, რაღაც ისეთი რამ, რაც მხოლოდ ღმერთებისთვისაა განკუთვნილი და უბრალო მოკვდავ ადამიანს არ აქვს საშუალება თუ უფლება, რომ მიიღოს რამე ინფორმაცია ამ იმაზე, ხო? ზოგადად ადამიანს ეს ნიშნავს ამ ფილმში შუკურის ზედა ნაწილს, სინათლეს, რომელიც არის ეს აკრძალული ცოდნა თუ ღვთაებრივი რაღაც ინფორმაცია. ხო, ზოგადად ადამიანს ყოველთვის უნდა ის მოპოვება, რაც არის აკრძალული. იმიტომ რომ აინტერესებს რა არის სიამოვნებაში. კიდევ ერთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ სიტყვაზე, ადამი და ევა. ადამის და ევას აკრძალული ნაყოფით შეიძლება იყოს. ხო, როგორც ევამ მოწყვიტა ეს აკრძალული ვაშლი ნაყოფი, რომელიც უფლებას არ ქონა იდეაში, იგივე შემთხვევაში აქაც, ერთ-ერთში არის პარალელი ფაქტობრივად. და როგორც პრომეთით რაღაც ახსენა, მოიპარა ცეცხლი და ესე ვთქვათ, ეს შუქურა სინათლე შეიძლება იყოს ისეთი რამ, რაც ადამიანებმა არ უნდა იცოდნენ. და ეს რა თქმა უნდა, ჩემი აზრით არის ეს ვთქვათ ალეგორიასავით, იმიტომ რომ პირდაპირ მნიშვნელობით ხა შუქი არის, ხო? მაგრამ ეს არის ალეგორია, რომ ადამიანს ღვთაებრივი ისაა და ზებუნებრივი. ხო და გვეუბნება ფილმი, რომ ადამიანები ყოველთვის იმასაც ვიბრძვით, რაც არის აკრძალული და რაც არ შეიძლება, იმიტომ რომ ყოველთვის გვაინტერესებს. ეს ბუნებრივიც არის ხა. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც წვდომა აქვს ამ შუქზე, ეს არის ვილემ დეფო, თომას უეიკი. და არაძლევს ხო უფლებას ამ უინსლოუს, რომ ავიდეს ზემოთა ნაწილში და მანაც შეხედოს ამ შუქს. ეხლა ხდება კითხვა. რატომ აქვს უფლება თომას უეიკს რომ ნახოს? იმიტომ რომ დომინანტი არის, ძალაუფლება მის მხარეს. ეგ ერთი, მაგრამ ნახე, კიდევ ერთი თეორია არსებობს, რომ თომას უეიკი სიამოვნებაში არ არის ადამიანი. და არის რაღაცა ღვთაებრივი ძალა არსება, რომელიც იცავს რაღაც საიდუმლოს. მართალია საბოლოოდ ადამიანურ მოკვდება, ამ ფილმში კონკრეტული პასუხი არ არსებობს რა, ჩვენ მარტო განვიხილავთ რა შეიძლება იყოს და რა უფრო ისეთი არის რა, მისაღები თუ ლოგიკური. ხო, ჩანს ასევე მარტოობა. რას აკეთებს ადამიანთან ერთად მარტო ყოფნა, იზოლაცია? აი, წარმოიდგინე ხა, კვირების განმავლობაში ორი კაცი არის მარტო, ყოველ დღე ერთ და იგივე სახეს ხედავენ, ერთ და იგივე სამუშაოს აკეთებენ და ერთს მეორე ყავს, ასე ვთქვათ, დამონებული ფაქტობრივად რა. ხო, და ერთ და იგივე სამუშაოს აკეთებენ და ბუნებრივიც არის ამ შემთხვევაში, რომ ადამიანი ჭუიდან შეიშალოს, იმიტომ რომ
ხაფსიგა ვერ უძლებს ყოველდღე ერთ და იგივეს ნახვალს რა. და თან ანუ არც აქვს სხვა გზა უნდა იყვნენ იქ, იმიტომ რომ გემი არ მოდის რომ წაიყვანოს ეს თომას ჰოვარდი და მოკლედ ავტომატურად გიждდება ისიც რა. რა არის თვითონ შუქურა? შუქურა შეიძლება განმარტოთ როგორც ღმერთი, როგორც რაღაც აკრძალული ცოდნა, როგორც უკვე ვთქვით, რაღაც ძალაუფლება, მამაკაცური დომინაცია, ორ ადამიანს შორის იერარქია, ასე ვთქვათ. ხოლო სინათლე, თვითონ შუქურის სინათლე უშუალოდ აკრძალული ნაყოფი არის, ასე ვთქვათ. კიდე რა შეიძლება იყოს? ერთგვარი ჭეშმარიტება და ადგილი სადაც სულს ვერ გაიქცევი. და ღვთაებრივი გამოცდილება თუ ღვთაებრივი ინფორმაცია, რომელზეც უნდაც აქვს მხოლოდ განსაკუთრებულს. ამ შემთხვევაში უილემ დეფოს პერსონაჟს. შუქურა შეიძლება იყოს ის ადგილი, საიდანაც თვითონ აი ეს ამ კუნძულიდან იქამდე ვერ გახვალ, სანამ შენ საკუთარ ბედს არ გაეცნობი. ხო, გადავიდეთ ქართულის დეტალზე. თავი ნახსენებს კიდევაც თომას ვეიქი, რომ თოვლების მოკლა არ შეიძლება, იმიტომ რომ ესენი არიან, ვთქვათ, გარდაცვლილი მეზღვაურები, რომლებმაც უკვე იხილეს ღმერთი. სანამ მაგას იტყოდე, უნდა ვთქვათ ისიც, რომ უინსლოუს ძალიან ბევრჯერ შეხვდება ერთი და იგივე თოლი, რომელიც პროსტა ზის ის თოლია და უყურებს ამ თომას ჰოვარდს, უინსლოუს, ასე ვთქვათ. და ეს სულ აგდებს ამ თოლიას რა და ერთხელ თვალს მოკრავს ის ვეიკი და გააფრთხილებს, რომ დავინახეო შენ როგორ აგდებდიო იმ თოლიასო და ხელი არ ახლო, მათი მოკლა კარგს არაფერს არ მოგიტანსო, იმიტომ რომ ეს არის, ვთქვათ, ძველი თოლიებში რა, მოკლედ ძველი მითი, ეს მიხედვით ძველი მეზღვაურების სრულწმენა არის რა, ეს მართლა ცნობილი ისაა, და თოლებში ჩასახლებული არიან მეზღვაურების სულები, გარდაცვლილი მეზღვაურების. ხო, და მათი მოკლა არის ავის მომასწავლებელი ეს. ხო. და შეიძლება ითქვას, რომ გაამართლა კიდევაც, იმიტომ რომ მას შემდეგ რაც თომას ჰოვარდი მოკალავს ერთ-ერთ თოლიას, დაიწყება საშინელი ამინდები. ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა. ხო. მაგრამ უნდა ვთქვათ ის თუ აი რისი სიმბოლო არის თოლია. ნუ რა ვიცი, მე რაც ყველაზე ლოგიკურად მიმაჩნია, ეს არის ალბათ უშუალოდ ეფრემ უინსლოუს დანაშაულის გრძნობა თუ სინდისი, იმიტომ რომ უინსლოუ მალავს საკუთარ იდენტობას. ნამდვილ სახელს და გვარს მალავს. მალავს ასევე იმას, რომ მოკლა თავისი პარტნიორი, თანამშრომელი, ხო. ხო, თანამშრომელი. დანაშაული არის ისიც, რომ ცდილობს შუქურაზე ასვლას, რაც შეიძლება არ იცის, რომ დანაშაულია, მაგრამ ვიცით, რომ რაღაცა აკრძალულია, ხო, აშკარად. აი ეს დანაშაულები, რაც უინსლოუს აქვს, ასე ვთქვათ, წარმოგვიდგება თოლიის სახით, რომელიც სულ აკვირდება, აი ასე ვთქვათ, ცდილობს, რომ უინსლოუმ სიმართლეს გაუსწოროს თვალი, რაღაცა ერთგვარი მართლმსაჯულება არის ეს თოლია, მართლმსაჯულების სიმბოლო არის და სინდისის სიმბოლო არის, რომ სულ დასდევს, ასე ვთქვათ რა, ეს სინდისი მასთან და ასე ვთქვათ, აკვირდება უინსლოუს, რომ აი ესე შენ გაქვს დანაშაულები, ცოდვილი ხარ და ეს აშკარად ნეგატიურადაა განწყობილი ამ თოლის მიმართ და თავიდან აგდებს და მე საერთოდ კისერში მოკიდებს ხელს და 30 ჯერ ანარცხებს მთელი ძალით. და ამას დაინახავს თომას ვეიქი, მაგრამ მე ბოლოსში ეტყვის რა. და ეს რისი სიმბოლო არის, ლევან? ის კლავს ფაქტობრივად თავის დანაშაულს, ხო? და ამის მერე გიჟდება. ისა თავის სინდის, საკუთარ სინდის რომ მოკლავს გადატანითი მნიშვნელობით. ამის მერე იწყებს ის უკვე მეტამორფოზას ცუდი იმით რა, თვალსაზრისით. ის იშლება ჭკუიდან, კარგავს საკუთარ სახეს და ნუ მერე ხდება რაც ხდება. ხო, ახლა ერთი დეტალი კიდევ ქალთევზა. ესე იგი, ქალთევზა იონაირად არის მამაკაცის სექსუალური მოთხოვნების დაკმაყოფილება. სექსუალური ფანტაზიები რა. ხო, იმიტომ რომ კუნძულზე მარტო რო არის კაცი, ეხლა რა თქმა უნდა, ეს გამოსახება ექნება თავისთავად. ხო, ნუ ეს ბუნებრივი მოთხოვნებაა, ხო, რა თქმა უნდა. რომელიც ეს ქალთევზა გამოიყურება ძალიან მიმზიდველად, ლამაზად და წარმოსახულში. თავიდან აქვს ხის სათამაშო ქალთევზასი რა, ხის ფიგურა აქვს. რომელზეც შემდეგ, როგორ ვთქვა,
აწყობს საკუთარ სექსუალურ ფანტაზიებს ამ ხის თოჯინაზე, ხო? და თოჯინას იპოვის ლოგინში. ლოგინში და მე უკვე ცოცხლად გამოეცხადება. ეს კიდე გამოსარკვევია, გამოეცხადება თუ ფანტაზია. ფანტაზია არის, ეხლა ქალთებზე. ხო, ფანტაზია არის. მე უკვე გამოეცხადება უშუალოდ თვითონ ქალთებზე. ხო და მე რომ გამოეცხადება ქალთებზე, საინტერესოა ის, რომ თავიდან ძალიან ლამაზად და მიმზიდველად გამოიყურება ეს ქალთევზა, მაგრამ მოგვიანებით გადაიქცევა რაღაც მონსტრად თუ ჭკუად და ესაა თითქოს სურვილი, რომელსაც ადამიანი ვერ აკონტროლებს და აი ამ ვერ გაკონტროლების შედეგად ეს სურვილი გადაიქცევა კოშმარად რა და სინამდვილეში ადამიანის რაღაც ცუდ იმად ხო კოშმარად რა. ასევე აღნიშნოთ ის რომ თომას ჰოვარდი თავიდან რომ კუნძულზე ალკოჰოლს არ სვამს, არ ეკარება საერთოდ, მაგრამ მერე უკვე ვეიკი დააძალებს ფაქტობრივად დალევას და შეეჩვევა და მერე უკვე იმდენად ხშირად სვამენ და იმდენად ხშირად თვრებიან რომ კარგავენ დროის აღქმა საერთოდ ვერ ხვდებიან რამდენი დრო გავიდა. ხო, ერთადერთი გასართობი ესაა, რომ დალიონ და სწორედ ამიტომ არის რომ თომას ჰოვარდი ჩარჩება კუნძულზე. ანუ ვეღარ მიდის რა და ვაფშე არ იცის რა დღეა, რომელი საათია, რა ხდება საერთოდ, იმიტომ რომ ალკოჰოლმა ტვინის არ დაურია. და ასევე ხო დავამთავრებ გემი რომელსაც უნდა წაიყვანა, თომას ჰოვარდი არ მოდის. იმიტომ რომ ქარიშხლის გამო, ხო. რა მინდოდა მე თქვა ქალთევზაზე გამახსენდა. ეხლა მაინც აქტუალური თემა არის ეს კრისტოფერ ნოლანის ოდისეა, რომელსაც რა თქმა უნდა ცალკე თემას დავუთმობთ და იქ არის ცნობილი სცენა, წიგნიდანაც თუ ფილმიდანაც, სირინოზების, მაგრამ ამ ფილმში ქალთევზების რომლებიც ასე ვთქვათ, ეს ცნობილი ამბავი არის, ლეგენდა არის, რომ ეს სირინოზების გალობა ადამიანს ჭკუიდან შლის და დაღუპისკენ, აი ამ თავისი ლამაზი გალობით და თვითონ სილამაზით მიყავთ დაღუპისკენ რა, მეზღვაურები თუ უბრალო ადამიანები, რომლებიც მოისმენენ ამ გალობას და აი ეს ქალთევზაც თავისი სილამაზით, ასე ვთქვათ, იზიდავს ამ იმას ეფრემ უინსლოუს და მიყავს არა ბედნიერებისკენ, არამედ დაღუპისკენ და ეს დაღუპა მერე ნახავთ. ხო, აქვე ვარ მოდი მოკლე ის ვახსენოთ რა ოდისეაზე რა ხან ჩამოვარდა საუბარი. ძალიან მოკლედ ოღონდ ეს უბრალოდ რომ ნახოთ წინა ეპიზოდი იყო ოდისეაზე და ნახეთ ორივე ფილმი კინოთეატრში და ძალიან მოგვეწონა. დაუწერეთ 5.5 ორივემ და თუ გაინტერესებს ზოგადად ჩვენ შეფასებები. მე დაუწერე 4.5. ხო, თუ გაინტერესებს ჩვენ შეფასებები ზოგადად, შეგიძლიათ Letterboxd-ზე ნახოთ, რომელიც აღწერაში არის. რა შეფასებებს უწერთ ფილმებს და უბრალოდ ძალიან მაგარი ფილმი იყო, ხა ამაზე აღარ გავწელავ და მე მქონდა ბედნიერება რომ მეყურებინა ეს ფილმი ერთ ძალიან მაგარ ადამიანთან ერთად IMAX-ის კინოთეატრში, ნამდვილად დავიკვეხნი ამით. და ასევე იქ ვახსენებ, რომ ეს ფილმი გახდა დაახლოებით გამოსვლიდან 10 დღეში 8.5 შეფასების ფილმი რა ესე. საკმაოდ გავარდა რა. კი, ძალიან მაგარი შეფასება იყო დამსახურებულად და მანდ გადავედი ხა ეს Lighthouse-ზე. მოკლედ ბოლოში ქალთევზა მოურჩით და ეხლა რაც შეეხება უკვე წარმოშობილ კონფლიქტს ვინსლოუსა და თომას ვეიქს შორის. ბოლოში მოკლედ ეს თომას ჰოვარდი ხვდება რომ უკვე ძალიან უნდა ამ სინათლის ნახვა და უნდა რომ ძალაუფლება მოიპოვოს, ასე რომ ეწინააღმდეგება თომას ვეიქს და ხშირად ისინი ჩხუბობენ კიდევაც, ფიზიკურად უწოდებენ ერთმანეთს. ხშირად არა, ერთხელ ჩხუბობენ პროსტ. ხო. ორჯერ. ხო და ბოლოში მოკლედ ისე ხდება რომ საბოლოოდ ეს თომას ჰოვარდი დაიმორჩილებს ამ თომას ვეიქს. ძალაუფლება გადავა უინსლოუს ხელში. ხო, დაიმორჩილებს და ეს ჩანს იმითი რომ აყეფებს აღლივით და თოქს აბამს ყელში, ანუ ეს უკვე ნიშნავს მორჩილებას და ამონებას და მე როგორც არის მარხავს. ხო, ეს 4 ფეხზე მიდის უკვე მე ეს თომას ვეიკი მიყავს საბელით თუ რა ვიცი პროსტა მიყვება და უკვე იმდენად ყავს უინსლოუს დამორჩილებული თუ დამონებული ეს ვეიკი. არა და ფილმის დასაწყისში ხო პირიქით იყო. ხო და მოვლენები უკვე ისე განვითარდება, რომ მიყავს ეს 4 ფეხზე და აგდებს მიწაში და ცოცხლად მარხავს ამ თომას ვეიქს, მაგრამ არ დამარხავს.
ბოლომდე კი დამარხავს, მაგრამ ეს არ მოკვდება რა, მაინც ეს თომას ვეიკი. კონკრეტულად იმ დროს ამოვა მიწიდან, როდესაც უინსლოუ ეგრევე ავა ზემოთ, შუქურაზე, ანუ შუქურისკენ წავა, ეს ამოდის მიწიდან და მე ნაჯახს ჩაარტყამს ჯერ ხო, მე ჩხუბი არის, მე გადაიქცევა რაღაც არსებად ეს თომას ვეიკი და საბოლოოდ თარდება ისე რომ ჯერ ნაჯახს ჩაარტყამს თომას ვეიკი მოკლავს რა მოკლავს და მე თომას ჰოვარდი თავს ჩაარტყავს ამ ნაჯახს და მოკლავს საბოლოოდ მოკლავს ვეიკს და ახლა ფინალი ყოფილ დომინანტს და როდესაც უკვე ფინალზე გადავიდეთ, მაგრამ როდესაც უკვე ავა შუქურის ზედა ნაწილზე სინათლე სადაც არის უშუალოდ იწყებს ხმამაღალ სიცილს უინსლოუ ჰოვარდი იწყებს ხმამაღალ სიცილს ყვირილს ვარდება ერთგვარ ექსტაზში აგონიაში ხო არა აგონია კი ხო ექსტაზში ვარდება და სწორედ ამ დროს ჩამოვარდება კიბეებიდან დაგურდება ნუ აქ თავრდებასავით კადრი გადადის მე კადრი ეგრევე გადადის იმ ადგილზე რომ შიშველი წევს ეს უინსლოუ კლდეზე და აი აქ არის პრომეთე თუ არის რა რომ ეს თოლიები კორტნიან მის ისა ღვიძლს ხო როგორც პრომეთეს კორტნიდან ანალოგია არის პრომეთესი რა ყოველდღე მედიოდა პრომეთეს არწივი და ღვიძლს ვთქვათ კორტნიდან შემდეგაც ზევსმა მიიღო ხო ეს სასჯელი იყო ეს ღმერთებისგან იგივე აქედან რა ანუ პირდაპირ კავშირი არის პრომეთესთან აქ ამ შემთხვევაში ჰოვარდის ხრივ მოდი ფილმიც ვახსენოთ რახან ეწვია სინათლეს ეს უინსლოუ და გაეცნო ამ ღვთაებრივ აკრძალულ ინფორმაციას ამ სინათლემ ალეგორიულად კი ზევსმა დასაჯა პრომეთე ამ შემთხვევაში უინსლოუ და ნუ კლდეზე კორტნის მას თოლია რა პრინციპში ეს იყო და ეს ხო ნუ ძირითადად პრომეთეს ისა რა გამახვილებული პარალელი ძალიან მითოლოგიური ფილმი არის ძალიან საინტერესო უცნაური მისტიური არასასიამოვნო სანახავი არის მაგრამ დეტალებით სავსე ეხა დიათ რამეს გვასწავლის ნუ კი გვასწავლის პრინციპში ყო ხა ნუ რა თქმა უნდა არ არის მაგრამ ძირითადად დეტალებზე არის გათვლილი ეს ფილმი რა და ალეგორიებზე და ანალოგიებზე პარალელებზე რა ანუ უნდა მიხვდეთ რასთან არის კავშირში ამიტომ საჭირო ზოგადი განათლება როცა ამას უყურებ იმიტომ რომ ესე უბრალოდ რო უყურო ესე ვერ გაიგებ ვერაფერს ვერაფერს ვერ მიხვდები ხო პრომეთე თუ არიცი ვინაა ხო ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ფილმი რა თუნდაც მინახავს დაჟე 2001-ზე უცნაური ფილმი არის ჩემთვის ყველაზე უცნაური ფილმი არის დენის ვილნევის ენემი თუ იცით ასეთი ფილმი ვიცი კი ვიცი იქ კიდე ობობა და აი ვისაც ნანახი გაქვთ მიხვდებით ხო ალბათ ერთ-ერთი ჩემთვის ყველაზე უცნაური ფილმი რაც კი ოდესმე ნანახი მაქვს არის დენის ვილნევის ენემი ტერი რომლის განხილვასაც აუცილებლად აი შემდეგზე თუ არა იმის შემდეგზე აუცილებლად ჩავწერთ იმიტომ რომ ეს არის ალბათ ერთ-ერთი ისეთი ფილმი რომელიც ყველაზე მეტ კითხვას ტოვებს და მართლაც გაუგებრობა არის ცარიელი რა მაგრამ შევეცდებით და განვიხილავთ ამ ფილმს ხო სპეციალურად არ განვიხილავთ ეს ფილმი სტუმართან ერთად და გვერდჩიდან მარტო განხილვა იმიტომ რომ ცოტა ანუ ცოტა ძალიან უცნაური ფილმია რა ხო და გვერდჩიდან რომ მარტო განვიხილა ეხლა და სტუმარი რომ მოსულიყო აი ძალიან გაიწელებოდა იმიტომ რომ ბევრი აზრი დაფიქსირდება ხო იმას თავისი აზრი ექნებოდა და ეს ისეთი ფილმი არის რომ ამაზე რომ და მე სამკაცში განსხვავებული ორი კაცი საკმარისი არის ამისთვის ხო სამკაცში შეიძლება პოსტა გაიწელებოდა ძალიან ძლიერი ფილმი არის ეხლა ვერ გეტყვით რომ ისიამოვნებთ და რაღაცა დაგბურძგლავთ თუ დაგაყრით მაგრამ ყოველ შემთხვევაში მიხვდებით რომ აშკარად საკმაოდ რთული გასააზრებელი ფილმი არის დიდი რამდენს შიგნით და საკმაოდ ესეთი ფსიქოლოგიური თრილერი არის რა თუ გაინტერესებს გავს სტილის ფილმები ანუ ესეთი არეული დეტალიზირებული შეგიძლიათ ამას უყუროთ საოცრებად იმიტომ რომ ერთ-ერთი პირველი არის ამ სფეროში თუ მოგწონთ მაშინ შემდეგი გადავიღოთ ენემი ხო ამაზე კიდევ როგორ იქნება მოკლედ სულ ეს იყო დღეისთვის იმედია საინტერესო განხილვა გამოვიდა იმედია საინტერესო იყო
თუ მოგეწონათ, რა თქმა უნდა, დაალაიქოთ ვიდეო და გამოიწეროთ არხი. YouTube არხი გამოიწერეთ ჩვენ სოციალური ქსელები არის აღწერაში, რომელსაც აღარ ვაქტიურობ, თუმცა გავაქტიურდებით აუცილებლად. Instagram-ზე აი ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ არ ვაქტიურობთ რა, მაგრამ ხო. აი ხვალ ზეგ უკვე რამეს უკვე ავტვირთავთ ვიზამთ აუცილებლად Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე, ყველაფერს ავტვირთავთ ყველაფერს ვიდეოს. და მოკლედ შემდეგ ეპიზოდში ვესწრებით რომ სტუმარიც ყავდეს უკვე კიდევ ერთი მოწვეული, იმიტომ რომ უფრო საინტერესო გამოდის ხოლმე სტუმარია მოწვეული. რა თქმა უნდა. და აუცილებლად იქნება კიდევ ერთი თამაში სტუმართან, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო გამოგვიდა წინა. მოკლედ თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ, გამოგვიწერეთ. ამით გემშვიდობებით. მადლობა ყურებისთვის და დროებით. ნახვამდის.